მოგესალმებით დიდი სიყვარულით. მოგიკითხავთ ყველას როგორ ხართ. ანუ ხშირად პირად კონსულტაციაზე მეკითხებიან ხოლმე შემოვა თუ არა მათ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი. და მოდი გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით საჯარო გაშლა. შემოვა თუ არა თქვენ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი. ამისთვის მოდი ვნახოთ ჯერ რა ენერგიებში ხართ თქვენ, უფრო რომ მიხვდეთ თქვენთვის არის თუ არა ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? და მე კითხები ჩამოვწერე რა არ დამოვიწყდეს. ხართ თუ არა შინაგანად მზად ახალი ადამიანის მისაღებად. და სივრცეში არის თუ არა გამზადებული ახალი ადამიანი. ასევე მოდი ვკითხოთ 2-3 თვის განმავლობაში შემოვა თუ არა ეს ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ორი რკანი წამოვიდა. და კიდევ ვკითხოთ რჩევა რა უნდა გაითვალისწინოთ. როგორი იქნება ეს ადამიანი, როგორ უნდა მიხვდეთ და როგორ უნდა იცნოთ ის და თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მიიღოთ ეს ახალი ადამიანი. მოდი ვნახოთ ახლა ჯერ რა ენერგიებში ხართ თქვენ. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? აი თქვენ იცით როგორ ენერგიებში ხართ. სიყვარულის ენერგიებში ხართ. აი რაღაცნაირად ძალიან გინდათ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენს გულს შეავსებს, თქვენს სიყვარულს დააფასებს, იზრუნებს თქვენზე და გაგიფრთხილდებათ. ასევე ისეთ იცით როგორ ენერგიებში ხართ. აი რაღაცნაირად ძალიან ბევრს ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. აი უკვე იმდენად ძალიან ბევრს ფიქრობთ, რომ აი ოცნებობთ კიდევაც, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც უფრო სწორად თქვენ ცხოვრებას დაუკავშირებთ. აი რაღაცნაირად იცით როგორ ხართ. აი თითქოს ელოდებით, მაგრამ არ გჯერათ, რომ აი აი ამდენი ლოდინით დავიღალე, აი როდისღა უნდა გამოჩნდეს ეს ადამიანი, აი რაღაცნაირად ესეთი მიდგომა და ესეთი ფიქრები შესაძლებელია გქონდეთ, ან ქვეცნობიერულად ფიქრობდეთ ასე. ასევე როგორ ენერგიებში ხართ იცით? გინდათ ეს ადამიანი იყოს სტაბილური, მატერიალურად მყარად, რა თქმა უნდა, იცით როგორ ხართ კიდე, აი რაღაც თქვენ უფრო მიწიერ რაღაცაზე ფიქრობთ, აი უფრო იცით როგორ დონეზე, აი ზოგიერთ შესაძლებელია თქვენი ცხოვრება გაგაჩნდეთ, რა თქმა უნდა, თქვენს კარიერაშიც წარმატებული იყოთ, ფინანსური შემოსავალიც სტაბილური გქონდეთ, მაგრამ მაინც გინდათ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ადამიანი, რომელიც თქვენ გჭირდებათ და გვერდით დაგიდგებათ და უფრო გაამყარებს თქვენს პოზიციას და თქვენს მდგომარეობას. მოდი ვნახოთ ახლა. ხართ თუ არა შინაგანად მზად? ნუ შინაგანად მზად ხართ. იცით რაღაცნაირად ელოდებით კიდევაც, აი თითქოს უკვე დამშვიდით, თითქოს უკვე აღარ ნერვიულობთ. აი რაღაცნაირად ძალიან მშვიდა ენერგიებში ხართ, აი რაღაც თითქოს ელოდებით და მოლოდინი კარგი გაქვთ. აი ზოგჯერ შესაძლებელია ცოტა მოწყენილად იყოთ, ცოტა რაღაცნაირად შინაგანად უკმაყოფილებას გრძნობდეთ ზოგჯერ, მაგრამ მალევე გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან და საკუთარ თავს თქვენ თვითონვე ამშვიდებთ. აი როგორი შეგრძნება მომდის იცით ამ ორგანიდან. აი თითქოს ცდილობთ, რომ საკუთარი თავი დაამშვიდოთ, არ ინერვიულოთ და ბევრი არ იფიქროთ ამასთან დაკავშირებით. აბა ვნახოთ სივრცე არის თუ არა მზად ახალი ადამიანის მისაღებად. დიახ, სივრცე ნამდვილად არის მზად ახალი ადამიანის შემოსასვლელად. ოღონდ ამისთვის თქვენი შინაგანი ენერგია, თქვენი შინაგანი ძალა უნდა ანთოთ. აი თქვენ უნდა იყოთ, აი თუ ქალბატონები მიყურებთ, აი როგორ ქალურად ბედნიერი, მხიარული, ლამაზი, აი როგორ თქვა იცით, აი თქვენს სილამაზეს უნდა გაუფრთხილდეთ, თქვენი შინაგანი, აი როგორ თქვა, ის რაც შიგნით გაქვთ, უფრო მეტად უნდა აანთოთ რა, უფრო
იცით როგორი ენერგია მოდის კიდევ ამ არკანიდან. ნამდვილად არის სივრცესაც ახალი ადამიანის გამოსაჩენად, მაგრამ აი თითქოს თქვენ ბოლომდე არ გჯერათ და ბოლომდე გაკლიათ ის რაღაც ნაპერწკალი, რითაც შეიძლება თქვენ აინთოთ რა, მოდი ესე ვიტყოდი. და მოდი რომელი 2-3 თვის განმავლობაში თუ შემოვა ეს ადამიანი. დიახ, 2-3 თვის განმავლობაში შესაძლებელია გაიცნოთ ეს ადამიანი, აი თითქოს რაღაცა ისე გაგეხარდებათ, აი თითქოს როგორი სიტყვები მომდის ახლა იცით, აი რაღაცნაირად ისე იმებთ, კმაყოფილი ბედნიერი იქნებთ, აი თითქოს თქვენს სულში მზემ გამოანათა, თითქოს აი ლამაზი, აი ნახეთ როგორი ლამაზი არკანი აქვს. აი ისეთი საოცრებაარვიანი კვერთხების, აი აქ კლასიკაში სულ სხვანაირად არის, აი აქ თითქოს იცი როგორ არის, აი თითქოს სამყაროც კი მზად არის, რომ აი თქვენ გაგახაროთ და კმაყოფილი და ბედნიერი იყოთ, მაგრამ ჯერ საკუთარ თავში უნდა დაინახოთ, საკუთარ თავში უნდა ჩაინერგოთ ის, რომ ანუ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ, თქვენ ბედნიერების ღირსი ხართ და ნამდვილად იმსახურებთ ბედნიერებას. აი თითქოს რაღაცნაირად იცით როგორ სიყვარულს ელოდებით, აი გულწრფელს, ნამდვილს და ისეც აი თითქოს რომელიც თქვენ ბოლომდე შეგავსებთ და არ დაგრჩებათ დანაკლისის განცდა. რჩევა. რჩევა არის ის, რომ ანუ თქვენ დაელოდოთ თქვენი ადამიანის გამოჩენას თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია ესეთი რაღაცა, რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე, საკუთარ წარმატებაზე უფრო მეტი იფიქროთ, საკუთარ გარეგნობაზე იზრუნოთ, უფრო გალამაზდეთ, უფრო ჭკვიანი გახდეთ, უფრო მეტი რამ ისწავლოთ, საკუთარ თავს დაუთმოთ დრო და სულ იმაზე არ იფიქროთ, თქვენს ცხოვრებაში შემოვა თუ არა ახალი ადამიანი. გაუშვით ის ნერვიულობა, ტკივილი, იმედგაცრუება, რაც წარსულში გქონდათ, აი რაც უკვე მორჩა დამთავრდა, ის აღარ გემსახურებათ, რაც მოხდა, იმას ვეღარ შეცვლით რა, არ არის საჭირო გაიხსენოთ ხშირად, არ არის საჭირო აი თითქოს ერთი და იგივე სცენარს თქვენს გონებაში იმეორებთ, ამეორებინებთ თქვენს გონებას, რომ აი თითქოს კარგად დაიმახსოვრო, რომ არ დაგავიწყდეთ. არა პირიქით, ეცადეთ რომ გაუშვათ ის წყენა, გაუშვათ ის ტკივილი და გაუშვათ ის ნერვიულობა, რაც თქვენს გულში არის. სამიანი ხმების არის აქ. აი გაჩვენებთ როგორი არკანი არის აქ. როგორი იქნება ეს ადამიანი, როგორ უნდა იცნოთ. ეს პირველი მაგის არკანი ამოვიდა. ნახეთ როგორია. აი როგორი იქნება, იცით? ჭკვიანი ადამიანი იქნება, ძლიერი ადამიანი იქნება, ძლიერი ენერგიის ადამიანი იქნება, შესაძლებელია ენერგეტიკულად მიგიზიდოთ ძალიან, ინტერესი გამოიწვიოს თქვენში, მას ჰქონდეს სუფთა და ძლიერი ენერგია და ასევე ჭკვიანი ადამიანი იყოს, საქმიანი ადამიანი იყოს, წარმატებული ადამიანი იყოს და აი რაღაცნაირად თითქოს რომ შეხედავთ, აი თითქოს მის სულს დაინახავთ, რომ ეს ადამიანი სუფთა და გულწრფელია. რა უნდა გააკეთოთ აბა თქვენ? 18 თუ არის არკანი. რა უნდა გააკეთოთ და გაუშვათ თქვენი შიშები, უსაფუძვლო შიშები, გაუშვათ თქვენი ემოცია, ენდოთ საკუთარ თავს, ენდოთ საკუთარ ინტუიციას და გჯეროდეთ, რომ სამყაროში არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემოვა და თქვენ კმაყოფილი და ბედნიერი იქნებით, მაგრამ ამისთვის ჯერ ძველი ცხოვრების სცენარი უნდა გაუშვათ. ის რაც თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ, ის რაც თქვენ უკვე გამოიარეთ, ეს უბრალოდ აიღეთ იქიდან გამოცდილება, რა ისწავლეთ ამით, როგორი ადამიანი გახდით და შემდეგ ახალი გზაზე წადით და მოდი დავამატოთ აბა მაღალი ძალები რას გირჩევენ. მაღალი ძალები გირჩევენ, რომ გამოდით მარტოობიდან, ისწავლეთ საკუთარი გამოცდილებიდან, თქვენი გამოცდილებიდან, მიიღეთ ცოდნა და ეცადეთ რომ იყოთ
თქვენ მარტო არ ხართ სამყაროში. ნუ გრძნობთ იმას, რომ თქვენ მარტო ხართ და თქვენს გვერდით არავინ არ არის. მეცხრე განდეგილის არკანია. ასევე რას გირჩევთ სამყარო? სამყარო გირჩევთ განულებას, განახლებას, ახალი შანსის, ახალი ცხოვრების მიღებას. არჩევანი თქვენსია, რას გააკეთებთ. იფიქრებთ ისევ ძველზე, თუ გადახვალთ ახალ რეალობაში და განაახლებთ თქვენს ცხოვრებას. გაუშვებთ თქვენს ტკივილებს, თქვენს დარდს და ისე განახლდებით, თითქოს თავიდან დაიბადებით და თქვენთვის ისეთი კარი გაიღება, რაზეც თითქოს არც კი გიოცნებიათ, რასაც მე თქვენ მთელი გულით გისურვებთ.